გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი. ეს არის ლეგენდარული BMW E34 525 95 წლის გამოშვება. ჩემი პირველი მანქანა 18 წელს რო ვიყავი, იყო E34 2.0 520 იყო ძველ ძრავზე. ის რო გავყიდე, მე ვიყიდე ისევ E34, ოღონდ 520 იყო ისიც უკვე ვანუსიან ძრავზე, ცოტა ძლიერი და ჩემი პირველი ნაბიჯები ქალაქში, ავტოსპორტში და რაღაც წინ წასვლაში იყო E34. ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ეს განსაკუთრებული მოდელი, იმიტომ რომ ეს მოდელი ძალიან სვეჟი არის, კარგად შენახული არის. უმეტესობას უკვე ვისაც ყავს თითქმის ყველას არ ჩავსო ამ სიაში, მაგრამ ყველას უკვე გაბანძებული მანქანა ყავს თითქმის. 1-2 რამოდენიმე მანქანა ვიცი, რომელიც გარაჟში უყენია და ინახავენ და კაი მდგომარეობაშია, მაგრამ საერთო ჯამში ამ მანქანების პრობლემა არის დრო, იმიტომ რომ კუზაო არის ცოტა სუსტი, იჟანგება და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება, პოლიძვრება და სადანგრატეები ძვრება და ყურადღებას თუ არ მიაქცევ, კუზაო იჟანგება. და უმეტესობა ყველას არ მივაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ უმეტესობა პიცოტი რაც დადის თბილისში, საქართველოში, უმეტესობა დაჟანგული და დამპალი არის რა, მაგრამ მაინც დადიან. ეს მანქანა ძალიან მოვლილია. ამერიკიდან რო არის? ამერიკიდან არის ჩამოყვანილი, 95 წლიანი არის, 525 არის. მე-10 თვე არის. ამის რესტავრაცია გავაკეთეთ. მთლიანად განახლდა საღებავი. მზეზე იყო ნადგომი და გახუნებული იყო სახურავი, კაპოტი და საბარგული იყო გახუნებული და მთლიანად რესტავრაცია გაუკეთეთ, მთლიანად შევღედებთ თავიდან ბოლომდე. მანქანას აქვს ყავის სალონი, ელექტროსიდენიები, აბიუკების ტყავის აქვს, მექანიკა არის, ხელის დასადები აქვს. იმ დროისთვის ეს ნავოროჩენ მოდელად ითვლებოდა. ეს არის 525 მოდელი, მაგრამ აქვს ტყავით შეკერილი აბიუკები რა. და ეგეთი რაღაცები, ტყავით შეკერილი აბიუკა და ეგეთი სიდენიები ქონდა სოროკებს, 4-დან 0-ებს. იმიტომ რომ ის 4-დან 0-ები იყო განსაკუთრებული მოდელი და ყოველთვის რაღაცა ჩვეულებრივ მეხუთე სერიასთან შედარებით სხვა იყო. და ამასაც იგივე სალონი აქვს, რაც 540 ტყავით შეკერილი აბიუკები. ამ მანქანის მეპატრონეს ყავს 540-იც და E34-ის M5-იც. ამიტომ პირველი ჯერ ამას გადავიღებთ. ცოტა ხანში მერე გადავიღებთ 540-საც და მერე გადავიღებთ M5-საც და შევადარებთ რა სხვაობა აქვს 525-ს, 540-ს და M5-ს რა სხვაობა აქვს ერთმანეთში. და რითი არის განსხვავებული, რო შევადაროთ ყველანაირად. რო შეხედავთ თითქმის იგივე არის, მაგრამ ბევრი რაღაცა წვრილმანი დეტალები სხვადასხვა აქვს. ამ მანქანაზე აყენია M პარალელის 18-იანი დისკები, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს, ამ ძველ მოდელებს უხდება. მაგალითად, ჩემ მე-7 სერიაზე მიყენია პარალელები, ოღონდ 19-იანები და ჩემთვის ეს არის იდეალური დისკი, იდეალური ფორმა, იდეალური დიზაინი, რომელიც ჩემი აზრით და უმეტესი ადამიანის აზრით ძალიან მაგარი და ძალიან ლამაზი დისკია. მაგრამ ზოგ შეიძლება არ მოწონდეს და სხვა დისკი მოწონდეს. ეს უკვე გემოვნება არის. მე პირადად ძალიან მაგრად მომწონს, იმიტომ რომ ულამაზესი დისკია. ძალიან გამოარჩევს ვიზუალში. პლუს ცოტა მსუბუქიც არის დისკი და რაც კარგი არის აჩქარებაში და ბევრ რაღაცაში. ეს მოდელი არის 95-იანი, ეგზეკუტივს რო ეძახიან. აი ეს მაგალითად კაპოტი და ეს აბლიცოვკა აქვს სხვანაირი, ჰაერის შემშვებები. ძველ მოდელს აი ეს ზოლები ესე რომ მიდის. ძველ მოდელს მოყვება ესე სწორად და ვიწროდაა და ეგზეკუტივს ეს დიდი ბაბოჩკები აქვს და კაპოტის აი ეს ზოლები გვერდზე გადადის და ამ მოდელს ეძახიან ეგზეკუტივს. მოდი ავხადოთ კაპოტი, ჩავიხედოთ ძრავში. ეს არის 2.5 6 ცილინდრიანი ერთ რიგზე განლაგებული ძრავი, ცალვანუსიანი. ბატონო. აქაც როგორც კარგად არის, ყველაფერი სვეჟად არის და ლამაზად არის. რაც შეეხება ამის ძრავის მდგომარეობას, დათვალიერება წეღან გაიარა, რამოდენიმე საათის წინ კატალიზატორიც აყენია.
იდეალურად მუშაობს, გამონაბოლქვი 0 აქვს. ამ წლის მანქანას 0 აქვს გამონაბოლქვი და მოტორი მუშაობს იდეალურად. წყლის სისტემაც იდეალური აქვს, არაფერი არ ჟონავს, არაფერი არ გაზდის, სვეჯად არის მანქანა შენახული. ეს რა თქმა უნდა მე პატრონის დამსახურებაც არის, იმიტომ რომ ძალიან უვლის მანქანას და ბევრი ძველი ესეთი მოდელი ყავს და ყველა იდეალური მოდელი ყავს. რაც თავარია თავიდანვე უნდა დამეწყო რომ არხი გამოიწერეთ. იმიტომ რომ უყურებ ხოლმე სტატისტიკას, უფრო მეტი უყურებს ვიდეოს, ვიდრე გამომწერი არის. და რახან უყურებთ, ბარემ დააჭირეთ, გამოიწერეთ არხი, რა მოხდება. ჩემსაც უფრო დიდი мотиваცია იქნება და უფრო დიდი სტიმული იქნება, რომ უფრო კარგი ვიდეოები და მანქანები შემოგთავაზოთ. ძველად მეხუთე სერიებს ჩვენ ყველა შეჩვეულობთ კაპოტის ეს წინიდან აღებას რა. ამ მოდელებს E30-ს და E34-ს კაპოტი იღება უკუღმა. პირიქით იღება რა. ესეთ შემთხვევაში, როცა წინ გაქვს რაღაცა საჩალიჩო, ვენტილატორი, რადიატორი, რაღაცები, აქედან უფრო გიძნელდება რაღაცეების კეთება. ისე უფრო მარტივია, ახდი, არაფერს ხელში არ გიშლის და ესე დროს კაპოტს ხსნიდით ხოლმე ადრე და ისე ვაკეთებდით რაღაცებს, მე კაპოტს ვაყენებდით, მე ზაზორები ირეოდა, მე ზაზორებზე წვალობდით და რაღაც მომენტში დისკომფორტი იყო. ჩემი ცუგოები მოვიდნენ, შეგროვდნენ. აგე რამდენი ცუგო მყავს. ეს არის ყველას დედა. ის мама. ეს არის ყველას мама. ჯეი. შიტოკებზე უყენია შუქის ამრეკლები, რომელიც მარტო ამერიკულებს უყენია, ევროპულს ეგეთი რაღაცები არა აქვს. ამითი ვანსხვავებთ ამერიკულია თუ ევროპულია მანქანა, ეს კერძოდ ამერიკულია ეს მოდელი და შესაბამისად წინაც და უკანაც შუქის ამრეკლები უყენია, პლუს ფარებსაც რო ანთებ, მანდაც ინთება და საერთო ჯამში ღამე ეგენი რო ანთია, ბევრად ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ჩვეულებრივი რა. ზოგს არ მოწონს ეგ განათებები, მაგრამ ღამე ლამაზი არის ძალიან. მოდი ახლა გავიაროთ მანქანით და ერთ ისტორიას მოგიყვებით E34-თან დაკავშირებით, მე რომ მყავდა მაგ მანქანასთან დაკავშირებით ისტორიას მოგიყვებით. ამ კონკრეტულ მანქანას გავლილი აქვს 138,000 მილი. მანქანა არის ქარხნული, გაუხსნელი ძრავით. აქ ახლა რაღაცეებს წერს, არ მუშაობს რაღაც სენსორები. ეს Z აკლიაო წერს და კარტერის სენსორია გაფუჭებული, რაც Z ზომავს და მაგით ვანთებს. არ გეგონოთ რომ Z ის ჩააჭირე გაზ და Z არ გვისხია. აი ეს მიყვარს რა, ეს ძველ მოდელებში ეს მიყვარს ელექტრო ციფერბლატი რო არა აქვს და მექანიკური რო აქვს, უფრო სხვა მუღამი აქვს რა. არაც აი რამდენი დოიპიათ თან ხონა შეხება და ესე ტახომეტრი უკარო მოდიოდეს არცერთზე. იდეალური მანქანა. წავიდეთ, გავიაროთ. ეხლა წეგა რო გითხარით ისტორია 34 რომ მყავდა. შინდისფერი 34 მყავდა, პირველი მანქანა 18-ის რო ვიყავი. ეგ იყო 2004 წელი, 94-იანი ვარ, 2004 არა, 3 წელი. არა, 2002 წელი. 18-ის რო ვიყავი, ეგ მანქანა მყავდა და. ესე იგი 2002 წელი იყო. E34 იყო, 520 იყო ავტომატიკა, ძველ ძრავზე, არა პლიტა ძრავს რო ეძახით. 136 ცხენძალიანი იყო, მე მგონი და დიდუბეში დავიბადე, გავიზარდე წერეთელზე, კოკაკოლის პირდაპირ და მოგეხსენებათ მაგ დროს, ავი, თელ არა მარტო დიდუბეში, თელ თბილისში გზები იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ძალიან გადათხრილი იყო და ნუ ეხლა როგორ კაი გზები, ეგეთი გზები არ იყო იმ დროს. აი ჭალებში. ხო და ეს მეხუთე სერია რომ მყავდა, შინდისფერი მანქანა იყო. რაღაცნაირი შიტოკი ეყენა, იმ დროისთვის გაურკვეველი შიტოკი ეყენა, რომელიც ყველგან ედებოდა, ყველგან ვერ დავდიოდი რა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, ისეთ ცუდი გზები იყო, რომ ყველაფერს შიტოკს ვედებოდი. ჩავდიოდი ხოლმე ელიავაზე და ვეუბნებოდი, ვანახებდი, რომ
აი შიტოკი მაგ და გამიცვალეთ. ანუ ისთან ხარ მქონდა რომ პირდაპირ შიტოკი მეყიდა, მინდოდა ეს შიტოკი მიმეცა, დამემატებინა ფული და სტანდარტ შიტოკი გამომერთო და დამეყენებინა და ყველას რო ჩავდიოდა ვაჩვენებდი, ეს ცუდი შიტოკი არავინ არ მიცვლიდა რა და ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდი, მაინც იქნებ ვიღაცა გამოშდეს და შიტოკი გამიცვალოს მე, იმიტომ რომ მაშინ E34-ები ბევრი იყო დაშლილი. ერთ-ერთ ჩასვლაზე, მე-6 თუ მე-7 ჩასვლა არის, ჩავდივარ ისე და რა უნდა სანდროს. ღია გვაქვს მაგის ხიშა, არ ვიცი რატო. ვიღაცამ გააღო. საღო, იღება, ბიჭო, პრუჟინა არა. პრუჟინა აქ დასლავებული. ხო. ეგ ძველი მოდელების პრობლემაა. დასლავებული არა, ვაფშე არ აყენია მე ტრენზებდა მას. ხო და ჩავედი. ერთ-ერთ დღეს ჩავედი, ერთი მე-7 ჩასვლა არის. ელიავაზე რომ ისევ შიტოკი გაუცვალო ვიღაცას და ფული დაუმატო და ისევ უარით გამომისტუმრეს და გამვლელი იყო ერთი ბიჭი იყო, მაშინ მე ალბათ 18 წლის ვიქნებოდი ან 19 წლის ვიქნებოდი. გამვლელი იყო ლაპარაკს მოკრა ყური. პროვეუნებოდი რომ ეს რაღაცა შიტოკი მაგ და არასტანდარტული და გამიცვალე ფული დამემატე და იმან უარი რომ მითხრა ამ ბიჭმა რა შიტოკი აქვს, რა მოდელი, რა მანქანა ყავს. მეთქი 34 იყოს, რაღაცნაირი შიტოკი აყენია, ვერ დავდივარ, ყველაფერს ვედები, სტანდარტი შიტოკი მინდა. რაღაც სპორტული შტოკი აყენია მეთქი. იმ დროისთვის ცოდნა არავის არაფერი არ ქონდა. წამოდიო მაჩვენეო რა შტოკი არისო. მივედი ვაჩვენე და მოეწონა. წამოდიო რომელი შტოკი გინდა უმითხარიო, მე გიყიდიო, ოღონდ ეს შტოკი მე მომეციო რა და გაყურებული დავრჩი მე თვითონ პირადად ვერ მივხვდი რა ხდებოდა და დარწმუნებული ხარ მეთქი, რამდენი უნდა დაგიმატო მეთქი, არაფერი არ მინდაო. მე მოხსნიო, მე დავაყენებო, მე შევღებაო. ოღონდ ეს შიტოკი მე დამითმეო და ყველაფერს მე ვიზაო რა და ბიჭებთან ერთად ვიყავი, მაგაცებთან ვიყავი ჩასული და ყველა როგორ ვარ, იცი? გოივი დავიჭირეთ, ეგეთები ვართ რა. წავედით შიტოკი დავადეხელი, ეს შიტოკი მინდა მეთქი, მიყიდა შიტოკი. წავედით მე მალიართან, მოხსნა შიტოკი, შეღება შიტოკი, დავაყენეთ შიტოკი. რამდენჯერ თქვი შიტოკი? 10 ჯერ. მერე დაჟე საღამოს მაშინ სალობიე იყო, მცხეთაში სალობიე იყო, ხოჩი რაც არ უნდა გაიკეთებინა და რაც არ უნდა ყოფილიყო, სალობიეში მიდიოდა ყველა, მაშინ ესე რესტორნები ახლა ყველგან რო არის, ეგრე არ იყო რა, მაშინ იყო მცხეთის სალობიე იყო, ხოჩი ნებისმიერ რაღაცაზე მიდიოდი მცხეთაში სალობიეში. წამოდითო ეხავა სალობიეშიო, ბიჭებსო გაჭმეთო, კაი პურსო გაჭმეთო და ჩვენო დავიშალოთო და გაყურებულები დავდივართ, ეს ბიჭები ვერ გავიგეთ რა ხდება. გონია რომ რაღაცა ის ვატყუებთ, გოიმი დავიჭირეთ და რაღაცა ბანშიტოკს ვაძლევთ და კაი შტოკს გვაძლევს რა. მოკლედ წავედით, ვიგულავეთ, ვიქეიფეთ, ჭამეთ, მაგრამ ბოლოს რომ მორჩით ყველაფერი, იმ ბიჭმა რამე კიდე ხო არ გინდათო, რამეს ხო არ ისურებო და გაყურებულები ვიყავით, არაფერი მე დიდი მადლობა ყველაფერს და ესე დავიშალეთ რა. გადის რაღაცა პერიოდი შემოდის ნელ-ნელა ეს ინტერნეტები, სურათები, რაღაცეები და მეც ცოტა აზროვნებაში უკვე ვერ ყვევი BMW-ში. უყურებ M5-ის მოდელს, E34-ის M5-ის მოდელს და რაღაცა შიტოკი, რაღაცა ძალიან მეცნობა რა. და თურმე მეყენა E34 3 და 6-ის M5-ის შიტოკი. ჩაოლებრივი სტანდარტი მანქანა იყო და ორიგინალი. წინა შიტოკი ეყენა თურმე M5-ის. მივხვდი მე რომ მაშინ დიდი შეცდომა დაუშვი, არ ცოდნის. აქეთ გოიმი გავიჩითე, არ ცოდნის გამო და M5 შიტოკი მივეცი და წამოვიღე სტანდარტი და. მაგრამ მაინტერესებს დღეს ის ბიჭი მაშინ ვინც იყო, მაგდენი ცოდნა ქონდა იმ დროს რომ არაფერი არ იყო ინტერნეტი არ იყო, არაფერი არ იყო წესიერი, რომ საიდანღაც ცოდნა მიგეღო. დღეს ვინ არის, რას წარმოადგენს და რა მანქანა ყავს. თუ მიყურებ, გეხვეწები, შემეხმიანი გეხვეწები, მინდა კიდევ ერთხელ მე უნდა გიკისრო რესტორანი ეხლა რა. იმის მერე ნელ-ნელა უკვე დავიწყე, უკვე დამუღამება რა რომელია, რისი რა შიტოკია და ასე შემდეგ რა. ნელ-ნელა მერე უკვე გავერკვიე ნელ-ნელა მოდელებში. დავიწყე უკვე ქექვა და ჟურნალებში კითხვა და მთელი ამბები. ამიტომ ესე თურმე M5 შიტოკი მქონდა მე. დვაინოლზე მქონდა და ესე გავაჩუქე. ეს არის ჩვენი მექანიკა, 5 ჩქარიანი.
მექანიკური გადაცემათა კოლოფი. იდეალურად მუშაობს, იდეალურად ვარდება სიჩქარეებში, გადამულობის ქუროც, ეგრეთ წოდებული სეპლენიაც იდეალურად მუშაობს, არ ბუქსაობს. გვაქვს რახან ეს რესტაილინგი რა ეგზეკუტივია და 95-იანია. მოცურებების საწინააღმდეგო სისტემის ხო, დაბუქსავების. ანუ ორივეა რა, დაბუქსავებას და მოცურებას, რომ ცურავს მანქანა, ციმციმებს და გიბლოკავს რა. ანუ არ გიშვებს, რომ მოცურდე და დაბუქსავდეს მანქანა რა. ეგ სისტემაც გვაქვს, აგერ დავაჭეთ აქ. აი, პრიბორზე ინთება. ეგ ფუნქციაც აქვს. ABS-იც მუშაობს და ეგეც. ხო, აქ სიდენის გათბობა აქვს. დააჭერდა. აი, აინთო. აქეთ დაბალი გათბობა აქვს, აქეთ მაღალი გათბობა აქვს. შუშები გვაქვს 4-ვე. L პაკეტია. L პაკეტია. ლუკიც გვაქვს ელექტრო. ხო, ეს ახლა დიდი ხანი იდგა ეს მანქანა მაგნიტოფონი კოდს ითხოვს და კოდი შევიყვანეთ, მაგრამ დრო ჭირდება რომ ეს კოდი მოიხსნას და მერე მოუხსნით მაგას, მაგნიტოფონი არ გვაქვს, კასეტიანი მაგნიტოფონი გვაქვს და მაგარია ესე ძველ მოდელში კასეტიანი მაგნიტოფონი რო გაქვს, სვეჟად რო არის და თავისი რო არის. ეს ხელის დასადები ბევრს არ ქონდა. ეს ძალიან დიდი კომფორტია ამ შემთხვევაში, ეს ხელის დასადები. მთლიანად ტყავის სიდენეები აქვს. სალონი ძალიან სვეჟად გამოიყურება. ხეც ისეთ მდგომარეობაში დახეთქილი არ არის, დაბზარული არ არის, არაფერი არ არის. ტორპედოც მაგარია. ახალ მანქანებს ტორპედო რო უსკდება და შუაზე იხსნება, აგერ არის ძველი მანქანა 30 წლის არის და ტორპედო რა მდგომარეობაში. ეხა ჩვენ როგორც ყოველთვის რა მანქანაც არ უნდა იყოს, გავზომავთ ეს. გავზომავთ 0-100, 400 მეტრს და 100-200. სულო პატარა მოტორიანი იყოს, მაინც შევეცდებით ყველანაირად რომ გავზომოთ ხოლმე. ბიჭო, ეს საგაზაო მანქანა იყო, მაშინ კაცო. მაშინ საგაზაო მანქანა იყო და ბევრს გაზაობდით კიდევ. ბევრს გაზაობდით კიდევაც. ჩემ დედაშვილს ყავდა ვატოს და იმითი რა ვიცი. დაუფრინავდით წინ და უკან. პლუს კიდე მინდა თუ ვინმეს ყავთ G90 M5 მეტრეგზე ვიარე, იქ ბოლომდე მაქსიმალურ დატვირთვაზე ვერ ვატარე მანქანა. ბოლომდე ვერ ვნახე მისი მონაცემები. პლუს მე ყველაზე მეტად მაინტერესებს 0-100, 100-200 და 400-ში რა დროში გაივლის. თუ ვინმეს ყავთ ეგ მოდელი, დიდი სიამოვნებით გადავიღებ და დიდ მადლობას გადაგიხდით ესეთი მანქანის დათმობისთვის. ან ვინმეს თუ ყავთ რამე ისეთი განსაკუთრებული მოდელი, ნებისმიერ მანქანას განვიხილავ და გადავიღებ ჩემი არხისთვის. რა მივეცი მესამე. ამით 200 როდის ავწევთ? ცოცხლად დადის რა გინდა. ცოცხლად დადის. მე 4-ი მივდივართ. მე მგონი 200 ვერ გავზომავთ. ძალიან ცარიელი გზა გვინდა. ეხა კიდე გადავიდეთ და უკავშირდეთ ჩვენს დრაგის მოწყობილობას. კინა რო არ გვაქვს არსად რომ დავაწეპოთ დინამიკს. აი. მაგისთვისაც არის განკუთვნილი. ჩავართოთ დრაგის აპლიკაცია. ბიჭო, რა მაგრა დადის, ხო არ გადაო ჩემი. უი, რაც ყველაზე მთავარია, რბილად რო დადის და ჩუმად დადის და ალბათ მაიბახის ვიდეოს კი ნახავდით და იმაზე ბევრად ჩუმად დადის. ეხლა არავი კი გადამივლით მაიბახზე ჩუმად როგორ დადის და მთელი ამბები BMW-ს პანიხარ და სპეციალურად ლაპარაკობ, მაგრამ არ ვიცი, ფაქტი სახეზეა და რა გითხრათ. ბევრად რბილად და ბევრად ჩუმად დადის. ამიტომ არა, ძალიან ანუ შეკრულად სვეჟად და 34-ის გაგება თუ ვინმეს უნდა ერთ-ერთი ეს მანქანა, რომელთაც შეგვიძლია კაი 34 გაიგო როგორი იყო თავის დროზე რა. კი ბატონო. სატარებლად ძალიან მაგარია. ტელეფონი გაგვექცა მოსახლეში. სატარებლად ძალიან მაგარი მანქანაა, ძალიან რბილი არის. ძალიან კომფორტული არის. ვაფშე რა დაგები ძალიან. ვა, გზა გაუკეთებიათ.
ახალ მანქანებს სალონი რო უჭრიალებთ და ყველაფერი ხმაურობს, ვაფშე ჩუმად არის, არაფერი არ ხმაურობს. არანაირი პლასმასი არ ჭრიალებს. ეს არის ძველი ხარისხი. ინჟინერია და არა მარკეტოლოგია. ხო ეგრეა. ულოვოს კაი, ხო? ყველაფერი კარგია. ლუფტი რამე არა. არაფერი არა აქვს. აი ამ მანქანით დიდი სიამოვნებით ვივიდი შორ გზაზე. ისეთი რბილი და ისეთი კომფორტული მანქანაა. სიდენიაც კი ძალიან კომფორტული და ძალიან რბილი აქვს. რა ვქნა, მიყვარს ძველი მოდელები და რა გავაკეთო. ახალ მოდელებში ვერ ვიღებ იმ სიამოვნებას, რომელსაც მაძლევს ძველი მოდელი. წენა რა უთხარი პატრონს ისი გასაღები მომეციო? ნამდვილი მანქანის გასაღები მომეცი მეთქი. და მომცა გაღიმებული. იმიტომ რომ თვითონაც ნამდვილი მანქანას ეძახის ამას. ამის პატრონს ყავს 840 ძველი მერვე სერია. ალბათ ნახავდით ადრე მე რო დავდიოდი ვერცხლისფერი მოდელით და ყველა ჩემი როგონი არ არის ჩემი ამ მანქანის პატრონის არის 540 ყავს M5 ყავს E38 ყავს 4-დან 0 დიზელი 8 ცილინდრიანი მაგასაც გადავიღებ და გაჩვენებთ იმიტომ რომ მე ყოველთვის მიყვარს რაღაცა ექსკლუზიური გამორჩეული მოდელების გადაღება და მაგიტომაც მინდა E38 გადავიღო დიზელი 8 ცილინდრიანი 4-დან 0 ორ ტურბინიანი კიდე სხვადასხვა რაღაცა კარგი მანქანები ყავს და ნელ-ნელა შემოგთავაზებთ მაგ მანქანებს. ამიტომ გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ ვიდეო. კარგი ვიდეოები. ეხლა კიდე გავზომოთ 0-100. აქ აშკარად დაღმარძევ დგევართ, უკან მიგორავს მანქანა, არ გვაწყობს. უკან გაგორება არ გვაწყობს. ჩუმად მუშაობს, ბიჭო. ადამიანია და მაგიტო. ეხლა ეს მოცურების საწინააღმდეგო გამოვრთეთ, რომ სტარტის დროს რო დაბუქსავდება, გზაზე არ გაგვითიშოს. დაბუქსავდება, რო ვიღაცა ზაკვარი დასწოს კითხვას. გააჩნია რა აბოროტიდან დავძრავთ. მეორე მას რა ძალიან წკაპუნა. საღოსულა იმენა მასტერი ხარში. ეხა უყურე. ოპა. აბა წავიდა. ამუყარები. რა დრო იყო? ძალიან ცუდი. მაგრამ აშკარად მეტი პოტენციალი აქვს. მინიმუმ ნინჯერა. 0-100 9 არ ეკადრება ამ. და რა უწერია ვაფშე? ბიჭო, 7.5 თუ რა. 7.5-ში ვერ ივლის. მოგე, უნე. 0-100 ბიჭო? მექანიკა დადის. კი არა, ავტომატიკა დოაიპიადი დადის, მკვდარი 9.5-ს. მე რომ მოვედი იმ დღეს ის 16 და 6 იყო 400 მეტრი. დორნიკი. ბიჭო, ბევრი იბუქსავა, ეხა დაბალიდან რო დავძრა, მე მანქანა მოკვდება და აღარ წავა და ესე ბუქსაობაში აჩქარდა რა. მონაცემები ვნახეთ ინტერნეტში და 8 და 6 უწერია 0-100 ახალ მანქანას, მექანიკას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ორი პიროვნება, ანუ დამატებით წონა გვაქვს გურამიგვიზის მანქანაში, სადღაც 90 კილომდე. პლუს მანქანას აქვს 138,000 მილი გავლილი და შესაბამისად ყველაფერი ერთად ცოტა ანელებს მანქანას. და იბუქსავა თან. იბუქსავა, ანუ ეგ იბუქსავა 18-იან პარალელებზე დგას. რასაც არ უნდა იდგეს ეს. მართალი ხარ 16-იან დისკებზე დგა არის ესე. მოდი ახლა ჩვენ ვცადოთ, მე დაჟე მე გადავალ და მარტო ცადე შენ. რომ E34-ის ღირსება დავიცვათ. კი ბატონო. 200 ფიზიკურად ვერ გავზომავთ სავარაუდოდ, იმიტომ რომ გზა არ ყოფეს. აბა ეხლა ცოტა დაბალი აბოროტიდან დავძრათ. აი მოკვდა ეხლა. ესე წესით უფრო ცუდი დრო გვექნება. ცხადაშვილი.
ცუდი სტარტი იყო და მაგით. შენ კი გონია რომ წეგან იბუქსავა, მაგრამ იდეალურად იყო ეგ თა რო ბუქსაობს და თა რო ჩქარდება, ეგ არის იდეალური. ეხლა ცოტა დაბალი აბორიდან დავძარი და აბოროტი დააგდო და გაიგუდა რა. შესაბამისად, აგერ დროც ბიჭო რა ნელა დადის რა ჩემი ჭონქაძის დაიპიატი 9:30-ს აგერ არის 9:07 0-100 ეხლა გამოვა უნდა ეს ნაყენები მანქანა ხო ეს დიდი ხანია დგას 16 და 8 ჩემი აზრით შენი ბრალია შენ როზი ხარ ეგ არის გადავალ ძმაო შენი წონა არის ყველაფერი ამიტომ შენ დიეტაზე უნდა დაგხო შეწავ ჩემი რა მანქანებსაც ვიღებ სულ გვერდზე მიზიხარ და ყველა მანქანა ნელი არის მე მარტო ხო გიშვებ ხოლმე ჩამოდიო დაჯექია კუთხეში დადექი დამელოთ აუ რა მაგარი სატარებელია რა მაგარი მანქანაა ერთ-ერთი რაც იყო მე 2.34 მყავდა მე 3 C კლასი მყავდა და მე სულ 36-ები მყავდა რა და დიდი უპირატესობას მე 34-ს არ ვანიჭებდი, უფრო 36 მიყვარდა და ამის იმ დროისთვის ისეთი მოდელი იყო, რომ მე-5 სერია ცოტა სპორტულობაში არ ითვლებოდა, უფრო 36 ითვლებოდა სპორტულობაში და მაგიტო დიდ უპირატესობას 34-ს არ ვანიჭებდი. მაგრამ ეხა ვხვდები, რომ ვწდებოდი 34 ძალიან მაგარი მანქანაა. სვეჟი კაი შენახული მანქანა თუ ყავს, იდეალური მანქანაა. ყოველდღიურ სასიარულო და ასე შემდეგ, აი ვაფშე იდეალური მანქანაა. ბიჭო 8 წამი რო უწერია, მან უწერია 16-იან დისკებზე, მან უწერია ახალ მანქანას. დისკები, მაგრამ აბსოლუტურად თან. მან უწერია ერთი კაცით და არა 2.5 კაცით. კიდე რომ უნდა გაიხორციელო ეგეც ანელებს. აი ხა ცოტა კიდე მომიკვდა რა. და 5. აქ კიდე ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ 95-ზე ვაძლევ მე-3-ს. და მაგ დროს დანაკარგი აქვს. მე-3-ს რო არ ვაძლევდე, რატო ვაძლევს ეგრეს სიჩქარეს? დაკეტილი აქვს და რა მექნა. მაგაში ყვდება ზუსტად. ხო და მაგი იმაშვება რა. 16 და 6 იყო 400 მეტრი. 16 და 8. 9 და 5 იყო 0-100. 200 მაინც ვერ წავედით. ის გვინდა რა, გაგურებული ჩეჭერა ვასწროს. 200 სამწუხაროდ ვერ გავზოღოთ. კაი კიდევ წადოთ რა 0-100-ები რა. არ ვაფუჭეჭებ ბიჭო, არ ვაფუჭეჭებ, უბრალოდ 18-იან დისკებზე ვდგავართ. პარალელები აყენია 18-იანები, შენც მიზიხარ მანქანაში, დიდი ხნის ნაყენები მანქანაა და ვინც არ იცის BMW-ს არ უყვარს დიდი ხანი გაჩერება, რომ გამოიყვან ცოტა ხანი უნდა მაღალ აბოროტებზე ატარო, რომ გაიღვიძოს. გრაბუქსავს. აი ხა უყურე მე-3-ში როდის ვაძლევ, შეხედე? აი თითქმის 100-თან არის მისული და ეგ შვება, აი 9 და 3-ში. ხო, ანუ აგერ 9 და 3 იყო ეხლა. აჰა. ხო და რატო იყო 9 და 3? ანუ კაი შედეგია ეხლა. ხო. იმიტომ რომ მე ჩემობურად დავძარი. ანუ მაღალ აბოროტზე დავძარი, ჯობია იბუქსაოს და ბუქსაობაში აჩქარდეს, ვიდრე მოკვდეს და გაგუდოს. შენ კი გონია რომ ბუქსაოს, მაგრამ პირიქით უკეთესად ჩქარდება. ანუ თან ბუქსაობს, თან ეჭიდება რა. მიდი კიდე სადეთ. თორე შემიძლია ეხლა დაკეტილიდან დავძრა და გავხეთქო ბუქსაობი და უკვე ხო. ის იდეალური წერტილი არ იქნება რა. არა, ჯანზი არის, იმიტომ რომ ხა ეს უკვე არ იყოს, ვერ დააბუქსაობ და რაც აუდო მაღალი აბოროტი დაძრა. მაგარი კაი მდგომარეობის მანქანაა.
საკჭავდოთ, თორე გაგვექცაც ახან. რიჩაკს ხო არ მოვტეხავ? ტრაკი წაიღო. დავდენ. 9 და 1. მიდი ერთი საქმე. მიდი. მეჭირდება, ხედავ? ხა უფრო მეტი იბუქსავა კიდე. აი. 9 და 1. სატელიტი გვიტრაკებს. ხა მაიტაიდი ნახ. იდეალურად სწორ გზაზე დავსტარტე, მაგრამ კარგია, ვალიდია. აგარი პრიკოლი მანქანა. ოპა 9 და 1. 400 მეტრი დაწერა? 16 და 3. ყველაზე კაი შედეგი. 160. აბა რა დრო გქონდა? 9 და 15 და 3. ყველაზე კაი შედეგია. იქით მოიჭიდება რა. გავაუნჯობესეთ. აწეს 800 აბა რა სიზავს. უარ გადავა. ჩამოგაგდებ შუა ტრასაზე 16 წამიანი მანქანი დავდო 16 რა 200 ვერა უცქიეთ და ამაზე უფრო მეტი ემოცია ვიღა 1000-ია. ამაზე უფრო მეტი ემოცია აქვს ვიდრე 1020 ხენზალიან ტესლას. ეს კუნთები დამეჭიმა იმდენი ხანია ვიღიმი. ყველაზე მაგარი რა არის აი ეს მექანიკებს რა. აი ეს შიგნით დაბლა უყენია, ტულკები, შაიბები რაღაცები და მე ესაი რო ჩააგდებს შეკაში, აი ესე ლაყლაყებს აქეთ-იქითაა და აი ეგ რო არა აქვს და აი გრუბად რო არის და იდეალურად რო არის ეგ მომწონს. აი ყველაფერი რო იდეალური აქვს რა. ძალიან მაგარი მანქანა. ივეცი მე-3. მაგრამ რა თქინდა, გადატვირთულია მოძრაობა, კვირადღია ხალხი ბრუნდება. და მაგარი ხმა, ბიჭო. ანიჟენიას რო უკეთებ. სასწაული ან მდგომარეობა აქ ძალიან მაგარია. ხმა კი არ გვიკვირს უბრალოდ. ესეთი მდგომარეობის მანქანას რო ხედავთ, ეგაა მაგარი. სიჩქარეს რო შეუძლე რა მაგარია. და სპიდომეტრი ყველას დაბრედილი რო რა კარგად მუშაობს. აქ იმას მეეჭ. აი, აბა გავაჩეროთ და კიდევ ერთხელ დავისტარტოთ. ბატონ გურამს უნდა დაინახოს 8-იანი. დიახ. რო ჩამოვსო, მერე დავინახავთ. მანამდე ვერ დავინახავთ, ძმაო. წონა არის. კი, არა, მართალია 18-იანი პარალელები. აუცილებლად. მოკვდა. ცხრა და 17. მოიჭიდა მაგას. ენა 1.100-ს დავსდევთ ხო? ხო, 0.2-ს რა. ადი ჰა გავაჩეროთ კიდე. ორი კაცი თუ გავტეხეთ ხო ვაფშე სასწაულს. კარგად დაიძრა. მეორეც კარგად მიიღო. აბა მესამე? მესამეც ვატაკეთ. დრო მეითხარი ახლა. 9 და 5? რაღაცას გვატყუებ. და 5 რატო იყო? ემოციურად კარგად წავიდა, მაგრამ დროულად ზუსტად სატელიტი ხო არ გვიტრაკებს, ლოუ სატელიტ სიგნალს წერს. მოღრუბლული არის.
არა და ეფექტურად წავიდა, მაგრამ დრო არ იყო. ამიტომ ახლა ჩამოქსოვ და მარტო გავზომავ. Yes! გავიმარჯვეთ. 8-6. 8-6. 8-6 ვიარე, 8-6. Така. აკუდება აბოროს და ბლაგდებს და ვეღარ ჩქარდება. ეხლა ბოლოს 8-6 რო გავიარე, 5000 აბოროტიდან დავძარი, კარგად იბუქსავა. აჩქარდა და 8-6 ვიარე. მანამდე იყო 906 და 9 და 1 თუ 907 აღარ მახსოვს. ეხლა გავაჩერებ, ჩავიხედები. ესე იგი აგერ 8 და 6 ვიარე 0-100. ანუ ქარხანა დავდეთ. ქარხანული მონაცემი დავდეთ. მაგას გეუბნებო. ხედავ რამ ხელა ხარ? ხედავ, უნდა გახდე ცოტა. პლუს მოეჭიდა გახდო სამუა. რაც უფრო მაღალი აბოროტიდან მძრა, უფრო მაგრა მიდის. წეღან 906 და 907-ში ვიარე პირველი ორი დადგომა. ცოტა დაბალი აბოროტიდან მძრავდი. ეხლა 5-დან დავძარი, ბევრი იბუქსაო, მაგრამ ბუქსაობაში აჩქარდა. ვიარეთ ქარხნულ მონაცემში. 128,000 მილი აქვს მანქანას გავლილი, დიდ დისკები აყენია და იარა რაც ქარხანას უწერია. 30 წლისა. აუ, აქ რა მაგარ დროში მივიდიოდა, ნახე, გაზ გაუშვია. 400 მეტრი. ხო. 400 მეტრი 16 და 1-იო, მაგრამ აი აქ უკვე ნახე, გაზ გაუშვი ფეხი. და ბევრად ადრე შევანელე, თორე 15 და რაღაცაში გავივლით 400 მეტრს. 0-100. კონდა 8 და 6. მარტო. კი ბატონო. მანამდე აგერ არის 0-100-ები 909 907. იყო ესენი მარტო რო ვიჯექი, ოღონდ ცოტა დაბალი აბოროტიდან მძრავდი და ნაკლებს ბუქსაობდა. ეს უკვე 8-6 რო ვიარე, იყო 5000 აბოროტიდან დავძარი და ბუქსაობაში ჩქარდებოდა მანქანა და ძმაო შედეგი. ცოტა გრძელი გადაცემა რო კონდეს და მესამე არ ჭირდებოდეს. ხო. კიდე უკეთესი იქნებოდა რა. ხო, 0-100-თვის, იმიტომ რომ სამჯერ უცვლის სიჩქარე, ორჯერ უცვლის სიჩქარეს და ანუ პირველიდან მძრავ, მეორე და მესამე ჭირდება რა. მოხიდი აყენია. ნუ, ოდნავ პატარა ხო. საერთო ჯამში მაინც იმ მონაცემში ვიარეთ, რაც ქარხნულს უწერია, ახალ მანქანას რო უწერია 0 გარბენით და 128,000 მილია გავლილი 30 წლისაა მანქანა და მაინც თავის დროში დადის. ამიტომ ძალიან მაგარი შედეგია. ახე დაკოფილია ხმა არის. ჰიბრიდია ძმაო. ჰიბრიდია ძმაო, ჰიბრიდი. და ამას ეხასმო სალატაკია და არაო ესო გამონაბოლ ქვიაკო და რაღაცა აბინძურებს აესო ძრავის ხმა არის. აბა სადა გამონაბოლ. აი ხალასტოის ხმა.
და აი ძრავის ხმა ეხა. იდეალური მანქანა. მიეჩვენია მანქანაში ვიჯდე და ისე ვილაპარაკო ვიდრე გარეთ გადმოვიდე, იმიტომ რომ იდეალურ გარემოში ვზივარ. დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყურებისთვის, მოწონებისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ, დაელოდოთ შემდეგ ვიდეოს. გამოიწერეთ არხი და დააჭრეთ ზარის ღილაკს. რომ ვიდეო რო დაიდება, გაჩვენოთ რომ ახალი ვიდეო ატვირთულია და დადებულია. და AMG-ზე რა ხდება, რა ვერ გვაღირსე მაყურებელს. AMG-ზე, GT-ზე. AMG GT იქნება, იმიტომ რომ რაღაცები გავაკეთეთ, ბაბინა გაგვიფუჭდა, ბაბინა შევცვალეთ, ეხა კიდე რაღაცა პატარა პრობლემა აქვს, იმასაც გავაკეთებ და AMG GT-საც შემოგთავაზებთ. წინა ვიდეო რაც ნახეთ, GLS-ის ვიდეო, ეხა კი უყურებთ და დამონტაჟებულია, მაგრამ ჩვენ რო ვიღებთ, ის მანქანა გადავიღეთ 4 დღის წინ და ჯერ არც დაგვიმონტაჟებია და უკვე შემდეგ ვიდეოს ვიღებთ. ამიტომ ამ ვიდეოს ვიღებთ. ამიტომ GTS-იც შემდეგი იქნება. მოვაგვარეთ იმ მანქანის პრობლემასაც და იმასაც შემოგთავაზებთ აუცილებლად. კარგად ბრძანდებოდეთ.